იმ მომენტში რომ დავბრუნდეთ ახლა 8000 წლის წინ და გადავხედოთ დედამიწაზე რა ხდებოდა. ეს იყო ცივილიზაციის ცენტრები და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ამ ჯაჭვის ნაწილი და მე რა უცბად ვქრებით და სულ მაინტერესებს რა შეცდომა დაუშვით რომ ესე დავიკარგოთ. აი ეს არის ახლა ძალიან კარგი შეკითხვა დასვით და ყველაზე მოთხოვნადი ხდება რკინა. და რკინის წარმოება, სწორედ აი ხალიბები და აი ჩვენი კოლხური ტომები იწყებენ რკინის წარმოების საიდუმლობას იგებენ და მასიურად აწარმოებენ იარაღებს, შრომის სამუშაო საბრძოლო იარაღებს აწარმოებენ და ჩდება დიდი მოთხოვნა სწორედ აი რკინის ნაწარმზე. და სწორედ ეგ შეფარვით და ოქროს საწმისის წასაღებად კი არ მოვიდნენ ბერძნები, მოვიდნენ იმისთვის რომ აქედან წაიღოთ ეს ცოდნა, ტექნოლოგია, მარტო კოლხეთშია დადასტურებული რომ იგივე სამეურნეო იარაღები, თოხი იქნება თუ რაღაცა, ანუ ის სამუშაო ინვენტარი სამარხშია ჩატანილი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბინადარ ცხოვრებას ეწევიან, მიწათმოქმედებას ეწევიან, ნაყოფიერ მოსავლიანობას ეწევიან, მაგრამ ამავე დროს რკინის ფუფუნება გააჩნიათ, რომ აი სამარხში ჩაატანონ თვითონ მიცვალებულს.